თოჯინის ფეხსაცმელს ვაკეთებ. საკმაოდ რთული გზა ავირჩიე. ეს არ არის მარტივი. თოჯინების კეთება მართლა არ არის მარტივი, იმიტომ რომ გიწევს რამდენიმე პროფესიის ერთად შესწავლა. ხარ დიზაინერიც, ტანსაცმლის დიზაინერიც, ფეხსაცმლის დიზაინერიც, სტილისტიც, მეიქაპ არტისტიც, თოჯინის იმიჯი, სახე გამომეტყველება ხო უნდა შექმნა, ხელოვანიც რა თქმა უნდა. და ეს საკმაოდ რთულია. რომ მეუბნებიან ხოლმე ბევრი მწეს, რომ აი სიამოვნებით ვისწავლით, სიამოვნებით ნამდვილად ვერ ისწავლით ამას, თუ არ გიყვარს ეს საქმე. ერთი რომ შეხედავ და მოგწოს და გონია რომ მარტივია და გავაკეთებ, ვერ გააკეთებ. ამას წლები ჭირდება. ხშირად მეუბნებიან, რომ აი სკოლებში ძალიან მოდაშია ეხლა. შედიან მეთოჯინეები და რაღაც მარტივ თოჯინებს აკეთებინებენ ბავშვებს. მე ვფიქრობ ალბათ უფრო კაისნავით ნაქსოთოჯინებზე აქვს საუბარი, იმიტომ რომ აქ ისეთ დეტალებთან გვაქვს ურთიერთობა, აი მაგალითად ნემსი ბავშვთან რამდენად შეიძლება, არ ვიცი მე. სხვისთვისაც საფრთხეა, გვერდით ვინ წავს და თავისთვისაც საფრთხე არის. ბავშვი შეიძლება ზოგი 14-15 წლის ასაკშიც კი ვერ მოიხერხოს ნემსის დაჭერა. კაისნავი სხვა საქმეა, იმდენად საშიში არ არის. აქ გვაქვს საქმე წებოსთან, ეს არის ცხელი წებო. და რა ვიცი ძალიან ბევრი რამე, რასაც ძალიან ისეთი დიდი ყურადღება ჭირდება. მოკლედ არ ვნანობ მე ეს პროფესია რომ ავირჩიე, მაგრამ დიდი იმედგაცრუება მაქვს, რა თქმა უნდა. რაც მეტად დავხვეწე და უკეთესი გავხადე ჩემი თოჯინები, მით მეტად შემცირდა მათი გაყიდვა. არსებობა ხომ ჭირდება. ეს არის ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო. მე ვარ 56 წლის, თვითდასაქმებული ვარ, 12 წელია თოჯინებით, თორე ისე მანამდეც თვითდასაქმებული ვიყავი, სხვადასხვა რაღაცეები მოვსინჯე და ვცადე და ყველა საქმე ბოლომდე მივიყვანი, ასე ვთქვათ, და ყველაფერი იდეალურად გამომივიდა. ამ საქმეებზე შემდეგ ვიდეოებში ვისაუბრებ. ბევრი თავიდან დამცინოდა, რაღაც მეკუკლეს მეძახდნენ, განსაკუთრებით შინაურები. მაგრამ მე ამას არ მივაქციე ყურადღება, მე მინდოდა ამ საქმის კეთება და ვაკეთებ ამ საქმეს. და ზოგადად ბავშვობიდან ესევა, რომ მე რასაც მინდა, იმას ვაკეთებ და არ ვაქცევ დიდად ხალხის აზრს ყურადღებას. შეიძლება რაღაც უხერხულების შეგრძნება მაქვს თავიდან, რა თქმა უნდა, როდესაც რაღაც ისეთ ნაბიჯს ვდგავ, რაც სხვისთვის უცნაური და შეიძლება სასაცილო და რაღაცა ისეთი შტერული იყოს სხვა ადამიანებისთვის. ჩემთვის კი ეს ბევრი ნაფიქრი და ისე მიღებული გადაწყვეტილება არის ხოლმე. იმდენად შეჩერდა თოჯინების გაყიდვა, რომ ამ საქმესაც დაუდგა დასასრული და ალბათ რამე სხვა საქმე უნდა ვისწავლო კიდევ და რაღაც სხვას მოვკიდო კიდევ ხელი. რაც კარგად გამომივა და მე ბევრი რამე შემიძლია და ბევრი რამე გამომდის კარგად. ამას თქვენც ნახავთ. საერთოდ ნამდვილი ცხოვრება იწყება მაშინ, როდესაც აღარ ხარ ბოს ნაწილი, როდესაც აღარ გეშინია, რომ შენზე რას იტყვის ხალხი. ხალხი მუდმივად რაღაცას ელოდება ჩვენგან, ჩვენი გარემოცვა, ხო? რაღაცას ელოდებიან. ალბათ ჩვენც რაღაც მოლოდინები გვაქვს ვიღაც ადამიანების მიმართ და ისინიც რაღაცას ელოდებიან ჩვენგან და როდესაც ჩვენ ისე არ ვიქცევით, როგორც ისინი ელოდებიან, ეს მათში იწვევს ძალიან დიდ იმედგაცრუებას და რა თქმა უნდა, ხდებით განშის და ჭორაობის საგანი. მე კი მაქვს ისე საქმე დაყენებული, რომ ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ეს რატო გააკეთე და როგორ გააკეთე. და რატო გადადგეს ნაბიჯი, იმიტომ რომ მე ისეც არაფერს არ ვაკეთებ, რომ სხვა დავაზიანო, მე ვაკეთებ ამ ყველაფერს, იმიტომ და არ ვჩერდები და ვაგრძელებ სვლას, მიუხედავად ჩემი განვლილი მძიმე ცხოვრებისა, იმიტომ რომ არ მინდა ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, რომ ჩემი პოტენციალი მოკვდეს და მე არ ვიყო რეალიზებული ადამიანი და აუცილებლად ვიქნები მე რეალიზებული ადამიანი. ახლა ვიღაცა შეიძლება დაებადოს კითხვა, რომ აქამდე რას აკეთებდიო. ისეთი ცხოვრება მქონდა, რომ მე ყოველდღიურად მიწევდა ბრძოლა ჩემი და ჩემი შვილების გადარჩენისთვის. ახლა აღარ განვავრცობ ამ საკითხს, რა იყო და როგორ იყო. და როგორც კი მე მომეცა საშუალება, მაშინვე დავიწყე მოძრაობა და იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა მეც რაღაცა მერგო ოჯახისთვის და ჩემი თავისთვის. და ახლაც ვაგრძელებ ამ ფიქრს. იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ჯერ ახალგაზრდა ვარ, არა ვარ მოხუცი უნდა მეთქვა, მაგრამ ეს მოხუცი ძალიან ცუდი სიტყვაა და ჩემი აზრით. და
ჯერჯერობით კიდევ ახალგაზრდა ვარ, მაქვს ახალგაზრდული შემართება, რაც მთავარია, მაქვს იდეები, ულევის ზღვა და შესაძლებლობაც, რომ ეს იდეები განვახორციელო და მე აუცილებლად გავაკეთებ ამას.